მოგესალმებით ძვირფასო მაყურებლებო, დავბრუნდით ლიდერ ტივის ეთერში და ჩემი გადაცემის სტუმარია მსოფლიო დონის ვარსკვლავი ქალბატონი ქეთი ეგიდუნაშვილი. ქალბატონო ქეთი, მოგესალმებით, ძალიან დიდი მადლობა რომ ხართ ჩვენი გადაცემის და ჩვენი უსაყვარლესი მაყურებლის, ასე ვთქვათ, სტუმარი და ძალიან დიდი მადლობა რომ თელავიდან ჩამოგზავნით ჩვენი გადაცემის გამო. პირველ რიგში როგორ ხართ მოგიკითხავთ, აი როგორ განწყობაზე ხართ ზოგადად და ნორმალური, კარგ განწყობაზე ვარ. და თქვენთან ყოფნა ძალიან გამიხარდა და თქვენი სტუმრობა, ასე აღნიშნე. მუსიკალური განათლება გაქვთ თუ ანუ თვითნასწავლი მუსიკოსი ბრძანდებით მაინც? არა, მე დავამთავრე ჩვეულებრივ საშუალო სკოლა, ფორტეპიანოზე სულ რაღაცა 1 თვე არის, მარტო ვისწავლე ნოტები. და იქიდან უკვე ეკლესიაში გალობიდან სმენა დამეუფლა და შემდეგ უკვე თავისით ეს სიმღერები, ეს ყველაფერი პიანინოდან დავიწყე. ეს სახში მღეროდი ხოლმე ჩემთვის რა. აი არის მაგალითად პირველი, მეორე, მესამე ხმა, თქვენ რომელი ხმა გაქვთ უფრო ანუ რომელ ნოტაში რომელს იღებთ აი ეს რომ არის თავისუფალი ხმა ჩემგან, რომელიც მოდის რომ ერთ ხმაზე მიმყავს სიმღერა, არის პირველი ხმა ძალიან რო ავწევ ხოლმე მაღლა უკვე დიაპაზონს და რა ვიცი, უკვე თანდათანობით დამუშავდა ეს ხმა. იმიტომ რომ ბევრს მუშაობ მე ამ ყველაფერზე მინდა აღვნიშნო. ანუ ზოგადად მომღერლისთვის ახლა რთულია აი მაღალი ნოტის აღება, მაგალითად აი მესამე ხმაში. და ანუ ზოგს ახლა ყელიდან სიმღერა უჭირს, ნუ ამისთვის საჭიროა მოცლი დამღეროდეს ადამიანი, ანუ შინაგანად უნდა მღეროდეს, ეს არ არის მარტივი, იმიტომ რომ ახლა მე ზოგადად მაქვს ჩემი სიმღერები, თუმცა მე არ ვარ მომღერალი, ასე რომ ვთქვათ, პროფესიონალი მომღერალი არ ვარ, თუმცა მეც მღერი ასე რომ თქვათ მაქვს ჩემი სიმღერების და მე აუცილებლად განახილ ჩემს სიმღერებსაც. ანუ თქვენ შემთხვევაში როგორ ხდება? ანუ თქვენ შინაგანად მღერი ხართ თუ ყელიდან მოდის ეს იოგები, ანუ როგორც მომღერალი? კი ბატონო, არა, მე მღერი ვარ, მე მიყვარს მუსიკა, ასე ვიტყვი და ჩემს სამსახურზე ვარ და პროფესიაზე შეყვარებული და ის რაც იწყება ჩემი სიმღერით, ის ქართული რეპერტუარი მოდის შინაგანად, მთელი ტემპით. ანუ ეს მოდის ორგანიზმიდანაც და მოდის გონებრივათაც, რა თქმა უნდა. თქვენი რეპერტუარიდან აი ყველაზე მოთხოვნადი სიმღერები რომელია, რომელსაც აი საზოგადოება ძალიან ხშირად გთხოვთ, აი მაყურებელი მაგალითად, რა სიმღერებს ითხოვს უფრო ხალხი, აი ტოპ 3-ეული მითხარით თქვენი? კი ბატონო, ვიტყვი, ამ სიყვარულს შესახელს ვარქმე, გვახალისებს ეს მზიანი დარიხო, ეს იუბილეებზე, კახეთო და რუსული რეპერტუარები. აი რუსულიდან მაინც რომელი სიმღერებია აქტუალური, რომელსაც ქართული საზოგადოება გიკვეთავთ თქვენ და ითხოვს? შუბუტინსკის მაჯაჯა, ჟილონაია მაია, ასევე არის ის მილიონ ალიხროს ეს უკვე იმდენად აღარ. მე მაინტერესებს, მე როგორც ვიცი, თქვენ გაქვთ მსოფლიოს ქალაქებიდან მიწვევა, ნიუ-იორკიდანაც გაქვთ. ანუ საქართველოსდან დაიწყო, ხაშურიდან მაგალითად, შემდეგ გაჩნდა აი საქართველოს ფარგლებს გარეთ უკვე, იყო ნიუ-იორკი, იყო მოსკოვი და ისრაელიდანაც ფულს მირიცხავდნენ და თვითონვე ყველაფერს გამოყოფდნენ ტრანსპორტირებას. ჩავსულიყავი სასტუმროში მოსვენებაც, ყველა ხარჯი გადაიხდებოდა, მათ უნდათ რომ მე იქ კონცერტი ჩამეტარებინა. რა თქმა უნდა დიდი სიყვარულით მოვიკითხავ ჩემს ემიგრანტებს. პროგრამის წაყვანაც დავიწყე უკვე. ამაზე უკვე მოყვა ძალიან ბევრი გამოხმაურება კულტურის სახლებიდან, თეატრებიდან, ქალაქებიდან, რომ ეს ყველაფერი ასევე ქორწილის ორგანიზებიდან კიდე ბევრი ასურველი ამის, მაგრამ მე არ გავსულვარ ჯერ ასეთ იმაში, არ მიმეღია მონაწილეობა ვაღიარებ. მინდა აი იცით ვკითხოთ ამაზეც, იყო საუბარი თქვენ და ნუცა ბუზალაძის კოლაბორაციაზე ერთობლივად ხაშურის ანუ რომელსაც გეგმავდნენ ხაშურიდან, აი იმ კონცერტზე თქვენი დასწრების. აი ამასთან დაკავშირებით რას გვეტყვით? შედგა თუ არა თქვენი კოლაბორაცია, იყავით თუ არა ჩასული და გააკეთეთ თუ არა ერთობლივი სიმღერები ნუცა ბუზალაძის? არა, არ გამიკეთებია და ამაზეც გაგცემთ პასუხს, რადგან მე არ მithქვია, არ შემთანხმებია მერია, არც ნუცა ბუზალაძე. ეს იყო ეკაუთი, მე როგორც დავაკვირდი ამ ყველაფერს და არანაირი კონცერტი ჩემი არ იგეგმებოდა, უბრალოდ ხალხის მოთხოვნა იყო. და ამიტომ მე ჩემს დაუგეგმავად არაფერი არ გადამიწყვეტია და უკვე ჩავთვალე რომ ეს იყო
ყალბის საუბარი მაგაზე უკვე. იმიტომ ნუცა არ დამკავშირებია და არც მერია მარტო მომწერეს. თუმცა მე ვნახე რომ აი ხაშურში ძალიან ისე სხვადასხვა გვერდებზე, დიდ გვერდებზე იდებოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ქალბატონი ქეთია გიდუნაშვილს უნდა ჩაეტარებინა კონცერტი ხაშურში. კი ბატონო, მაგრამ ჩემს დაუგეგმავად გააკეთეს სცენა, ჩემს შეუთანხმებლად მაგიტომ გავაუქმე. ეს იყო უკვე ახალ წლებში, იყო ესეთი რაღაც 14 იანვარს უნდა ჩატარებული იყო, კი ბატონო. ანუ დაუგეგმავად გაკეთებულ სცენაზე, აი ფიზიკურად აღარ გახვედით, აღარ იმღერეთ. კი ბატონო, მე არ ხალხი იყო შეკრებილი მისული ამ დღეს, ხო რა თქმა უნდა. არ ვიცი, მე მასეთი მაგდენი წვდომა არ მაქვს ბატონო, მე კიდევაც არ ვარ დარწმუნებული, რომ ეს იყო ნამდვილი. ამაშიც არ ვარ დარწმუნებული. აი უფრო ხშირად რომელი ქალაქებიდან გირეკავენ, მაგალითად, აი უნდათ რომ სურვილი რომ აქვთ, რომ ჩახვიდეთ და ჩაატაროთ კონცერტი, მაგალითად. გორი, ბათუმი, რა თქმა უნდა, ძალიან აქტიურობენ. ну რა თქმა უნდა ჩემს თელავშიც უნდათ ეს ყველაფერი რომ გაკეთდეს. ბევრი ხალხის მოთხოვნა არის უკვე რომ მე მიხილონ სცენაზე. და ну რა ვიცი ხა ეს კიდევ აღნიშნავ რომ ამ ყველაფერს უნდა მომზადება. რომ ყველანაირად შემზადებული მაყურებლის წინაშე რომ წარდგე ფართო აუდიტორიის წინაშე ამას ვაღიარებ. ყველაზე მეტად ქალბატონ ქეთია გიდუნაშვილის სოლო კონცერტებზე იხმობენ ბათუმიდან, გორიდან და მესამე ქალაქი თელავი და ასე ქუთაისი, დუშეთი და რა ვიცი ყველა მხრიდან მიგეკავენ. საქართველოს ყველა ქალაქიდან შემოდის სხვადასხვა ქალაქები. კი ბატონო. და ქვეყნებიდან, ანუ ეს ნიუ-იორკიდანაც დაგვირეკავ ჩვენ ამერიკიდან, ისრაელიდან და მათ შორის რუსეთიდან სამი ქალაქი ქვეყანა გამოვყოთ, ხო? ქალბატონო ქეთი, თქვენი ერთ-ერთი პოპულარული სიმღერა იყო, რომლითაც დედას ბავშვი დაუძინა. კი ბატონო, მართლა დაუძინა. დიახ, და მე მინდა გთხოვეთ, რომ აი ეს სიმღერა, რომელიც იქ წაიმღერეთ, ექსკლუზიურად ლიდერ TV-ს მაყურებლისთვის რომ შეასრულოთ. გარეთოდა, მაგრამ სულ არ ციოდა. ციდან თეთრი ფიფქის ნაცვლად ფანტილები ცვიოდა. საზოგადოება გაღიარეთ სოფლიო დონის ვარსკვლავად და მათ შორის საქართველოს ვარსკვლავადაც, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ვიდეო იდება თქვენი მაგალითად სხვადასხვა ცნობილი იმიდან, კასტინგებიდან და ასე შემდეგ თქვენ ფოტოებს აკეთებენ და პლაკატებს სიმღერებს კი ამას ვამბობ რომ მაინც თქვენ ხალხისგან ვარ აღიარებული, ხალხისგან ამას დავასაფუთებ და ნამდვილად ვიტყვი. იმიტომ როდესაც მე სახში გარეთ ვარ ქუჩაში ტელეფონები არ ჩერდება, სახში ვარ არ ჩერდება, მიწვევები, შეკვეთები და ასე შემდეგ. ეს ყოველთვის არის აქტუალურად მაყურებელი ჩემთან ჩართული ამაში რა. ისე ანუ ისიც რა მაინტერესებს, უცხოელებიც გირეკავენ ხომ თქვენ ტელეფონზე, იმიტომ რომ სოციალურ ქსელში ჩვენმა მაყურებელმაც ნახა რა თქმა უნდა გავრცელდა ვიდეოები, სადაც ანუ გირეკავენ ამერიკელები, გირეკავენ არა, ამერიკელი ქართველები მირეკავენ. და ამ დროს გესაუბრებიან თქვენ რუსულად და ინგლისურად? ეს ვიღაცები თვითონ საქართველოში მაცხოვრებლები გადაობენ, როგორც ასე ვიტყვი რა, თორე სინამდვილე არ არის რომ მე ყველა რუსი მილაპარაკება. არა, ამას მართლა ვიტყვი და ასევე ამერიკიდან გამოხმაურება მოყვა ემიგრანტებისგან, რომ მოსწონთ ჩემი ვიდეოები. ძალიან არიან შეყვარებული, ხალხი საზოგადოება არის სასწაულად შეყვარებული. ამას ვაღიარებ აი უფლის წინაშე და ხალხის წინაშე. აი ზარები არ ჩერდება. საზოგადოება არის ძალიან შეყვარებული ჩემს ვიდეოებზე. დიახ, ძალიან კარგი და სასიამოვნო. რთულია ზოგადად იყოთ აი საზოგადოებისთვის მოთხოვნადი სახე, მაგალითად, აი როგორც ახლა თქვენს მდგომარეობაში ამბობდით რომ აი რო ჩამოდიოდი, მოდიოდნენ ჩემთან ფოტოებს იღებდნენ, ასე და ასე შემდეგ და აი წეგან აღნიშნეთ რომ მარტოც ვეღარ დავდივარ უკვე თბილისშიო. კი, რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი გამოიწვია თუ არა თქვენმა პოპულარობამ, როგორი პოპულარული რა თქმა უნდა, ძალიან ბევრად გაშუქდა უფრო ჩემი რეიტინგი, ყველა მიცნობს თითქმის რო მოდივარ უკვე ზოგადად მორბიან და ფოტოები, ავტოგრაფები, ეს ყველაფერი მოწმობს უკვე რომ მე გავხდი რეიტინგული ადამიანი ძალიან. კი ბატონო, აი თქვენი ძალიან ბევრი ცეკვა არის კიდევ გავრცელებული ქორეოგრაფიულად დამეთანხმებით რომ თვითოულ ცეკვას ჭირდება ძალიან დიდი შრომა. და აი როგორც ისევე თქვენ სიმღერებს ახლა მარტივი არ არის მიკროფონი აიღოთ ხელში, იმღეროთ და ასევე საუკეთესო ნომრები ხა მე მართლა გურწფელად ვამბობ, ნუ თვითოულ ცეკვას ჭირდება ძალიან დიდი შრომა.
მოძრაობები და ყველა ილეთი უნდა ჩასვა იმაში, რა თქმა უნდა, მუსიკას უნდა მიყვე იმ აქცენტით, მოძრაობა, ხილისა, ფეხისა, ყველაფერი ეს. აი, თქვენი ცეკვებიდან, აი, ყველაზე მოთხოვნადი ცეკვა რომელი არის მაგალითად და ნუ ეხლა რა თქმა უნდა, ჩვენი მაყურებელიც ამ ცეკვას იხილავს ჩვენს გადაცემაში, ისევე როგორც თქვენ სიმღერას და მადლობა ამ ყველაფრისთვის თქვენ. აი, ყველაზე მეტად აი რომელ ცეკვას ითხოვენ თქვენგან საზოგადოება? აჭარული. აჭარულს ითხოვენ. განდაგანას, დიახ. ძალიან კარგი. აქედან გამომდინარე, ჩემო ძვირფასო მაყურებლებო, რადგან მოთხოვნაში არის, რომ ქალბატონმა ქეთიმ უნდა იცეკოს აჭარული ცეკვა, ჩვენ ამ ნომერს ჩვენს გადაცემაში აუცილებლად შემოგთავაზებთ და ჩვენს მაყურებელს ექნება საშუალება რომ ნახოს ეს ცეკვა. ქალბატონო ქეთი, აი რას ეტყოდით ჩვენს მაყურებელს, ლიდერ ტივის მაყურებელს რას ეტყოდით და აი სამომავლოდ რა გეგმები გექნებათ რომ მითხრათ? დიდი მადლობა პირველ რიგში. ძალიან მიყვარხართ ასე აღნიშნავ. რა თქმა უნდა, თქვენთან თანამშრომლობა ჩემთვის არის დიდი ბედნიერება და სიხარული. ძალიან დიდი ბედნიერება მომანიჭე გურამი, ასე გეტყვი პირდაპირ. ასევე დიდი მადლობას ვუხდი ლიდერ ტივის თანამშრომლებს უყველას. ძალიან კარგები ხართ, მართლა ხართ დასაფასებელი ხალხი და რა ვიცი, ვერ გამოვხატავ ამ ემოციებს, ასე ვიტყვი. დიახ. და აი თქვენ სამომავლო გეგმებზეც რო გვესაუბროთ, აი რა გეგმები გაქვთ სამომავლოდ? რა თქმა უნდა, მინდა რომ ჩემი საქართველო, ჩემი მოსახლეობა ბედნიერი იყოს ჩემი სიმღერებით, ჩემი პროგრამებით, რომ უფრო მეტი ის წამოვიდეს სიხალისე ჩემს საქართველოში და ყველა ოჯახში იყოს ბედნიერი, საბედნიერო განწყობა, აი ეს მომავალი. ეს გეგმა მაქვს და რა თქმა უნდა, პირველი ჩემი შვილის დაბრუნება. ძალიან დიდი მადლობა. ჩვენს მაყურებელს კი ვეტყვი, რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი იყო ქალბატონი ქეთი ეგიდუნაშვილი და ძალიან დიდი მადლობა ქალბატონ ქეთი ჩვენს გადაცემაში სტუმრობისთვის. და შენთან ერთად ვიყო ერთად შევკრათ გამარა სიყვარულში დავიკარგო ერთმანეთის სამარა უშენობა აღარ მინდა ამ ფიქრებმა დამღალა მიყვარხარ და მეყვარები მუდამ ჩემო პატარა გადამრიე სიყვარულით გადამრიე მაგლამაზი გადიმები დამაბნიე დამთვრალი ვარ შენი ეშხი თავი ვეღარ აკარიდე გულში შენი სიყვარული სამუდამოდ ჩამახვიე